იანვარში მილანში უნდა წავიღო არივად გალერეაში ჯგუფურ გამოფენაში ღებულობს მონაწილეობას. 23 იანვარში იქნება ჯგუფური გამოფენა. ინსპირაცია არის რაღაცა მოგზაურობა, რომელიც ბავშვობის ფრაგმენტები და დღევანდელი ემოციური განცდები ერთმანეთთან არის შეზავებული. ეს არის ძველი ბავშვობის სათამაშო, რომელიც ძალიან მიყვარდა ცხენიანი კაცები და მთელი ბავშვობის ის რაჭაში მაგ გატარებული, ჩემ დედაშვილთან ერთად თამაშობდი. სულ და ეს არის დღევანდელი ისა ლისის ტბა რა, ძალიან მიყვარს სულ ავდივარ იქ ვსეირნო. ზაფხულობით, ზამთარში არა აქ. ისეთი ბუნებაა, რომ სულ რაღაც ახალ რაღაცებს აღმოვაჩენ რა. და ეს ლისის ტბის ინსპირაციები და ჩემი ბავშვობის მოგონებებია, ფრაგმენტები ერთმანეთთან შეზავებული. იგივე ისინი მაქვს სერია, რომელიც არის ვანკასტაკა, რომელიც ბრუნავს და თავის ღერძზე, თავის ადგილს უბრუნდება ყოველთვის, რაღაც ისეთი სათამაშოა. მე მგონი თემსოფლიოში იყო ეს სათამაშო. ეს რაჭის ის არის მთები, რომელიც გამოყენებული მაქვს რაღაცა და ბავშვობაში სულ ეს თვითნავი მიფრინავდა იქ რაღაც სატომგას, ანდროლაურის ის იყო აეროპორტი და მე ვიყურებოდით სულ ცაში რა ეს თვითნავები და რაღაც ისეთი კუშტორიცას ფილმში რო არის რა, რაღაც სულ თაზე ძროხები გადადიოდნენ ხოლმე და რო წამოვწვევოდით ესე ბალახში ზემოთ ხოლმე ხედავდა როგორ გადავიფრენ და თვითნავი რა. თოჯინა ხო ცნობილი თოჯინა კიდე რომელიც რავი ჩვენ თაობაში მე მგონი ყველა გოგოს ყავდა და ყველა რაღაცა ბიჭი ართმევდა და დროის წარმოსახვის სერია ესეც. კონკრეტულად სათაურების დათმევა კონკრეტულ ნამუშევრებზე არ მიყვარს რაღაცა გონია რომ თვითონ მაყურებელსაც ვინც რაღაც ჩარჩოებში არ მოაქცია და აი სერიაზე მუშაობ ხოლმე და სერიას ვარქმევ სათაურს რა. ეს ესტონეთის რეზიდენციაში გაკეთებული ფაქტურად ზღვასთან ცხოვრობდი და უკან ტყე იყო და ირგვლივ საერთოდ არანაირი ერთ-ერთი ცხოველები მოდიოდნენ კურდღლები და თევზები კიდე რო გავდიოდი და ძროხები იყვნენ ხო ძალიან ისეთი ძროხები რომელიც რაღაც ესე იდუმალ მისტიკურ სამყაროში მოძრავდნენ ძროხებს და ცხოველებს ველაპარაკებდნენ და ეს იყო ჩემი ინსპირაციის შთაგონება. ჩამწყვდებული ქალაქი, ჩაბეტონებული. მე უკრაინასთან მაკავშირებ ძალიან სიტყვისეთი წელი ცხოვრობდი. ბევრი მეგობარი მყავს და ისა და უკრაინის ომი რო დაიწყო, მაშინ სინქრონული მოძრაობის სერიაზე მუშაობდი და ძალიან განვიცადე რაღაც სამოწყობოში ბავშვებს რო დაარტყეს და აფეთქდა მთელი ისა და დაიღუპა ისა და რაღაცა ჭუპრის მომენტივით გავაკეთე ეს ბავშვები რომ აი პრეთით ანუ სიცოცხლიდან აღდგომა რა და არა ბოლომდე განადგურება. ეს არის ერთ-ერთი ნამუშევარი, რომელიც სეროგრაფია ქვია ქართულად შოპოგრაფიას ვეძახით და ორიგინალი, რომელიც დაიწყეს საერთოდ სინქრონული მოძრაობის სერია. და მე ეს უკვე სეროგრაფია ნანაყინალოში დავაკეთე. მარტო 20 ეგზემპლიარი ნახევარი უკვე გაყიდულია.